ოჯახი 99 ოჯახი ცხოვრობდა და რატო უნდა ერქვას ერევნის ქუჩა მეთქი რა? მოდი გადავარქვათ ამას სახელი და შევარქვათ მეთქი დედის ქუჩა. ეს იმდენად გასაოცარი იყო, ამათმა იფიქრეს, ამ მთავრობამ იფიქრა, რომ ამ შავებმა მასწავლეს და ესენი ფიქრობენ, რომ იმათმა მასწავლეს. ამ დროს ინგა არც იმათ უსწავლებია და არც იმათ რაღაცა მოვიდა საიდანაც და გულიდან რაც მოვიდა ხო ახლა და ეს რო უთხარი ეგრევე იმ წუთას დაავალეს ვიღაცებს რომ ამის ოფიციალური საბუთი გაეკეთებიათ 3 დღეში გაკეთდა ამ 99 ოჯახზე ტრაფარეტი და გასვენების დღეს სენაკში უკვე ტრაფარეტი გაკეთებული იყო ყველგან დედის ქუჩა. წარმოიდგინე ახლა ეს რა დროა იცით? ეს ის დრო არ არის რომ მერე რო ქუჩებს სახელებს არ ქმევდნენ და ვისი სახელიც უნდა იმას რო არ ქმევდნენ. მე გეუბნებით ამას ცოტა უფრო ადრე. ახლა აქ შავები ხო არიან, იქაც ცხოვრობენ, იქით, აქით, იქით, აქით და ყველა დიდი და პატარა, ყველა ფიქრობდა რომ სასწრაფო დაეღოთ პასპორტი. მეც ეგრევე. მეც ერთი პასპორტი საჩუქრა მომცეს და შეგიძლიათ ეს აჩვენოთ. აი ეს სადაც წერი, ეს არის ჩემი მაშინდელი პასპორტი, სადაც აი აგერ წერია დედის ქუჩა. წარმოიდგინე ახლა ცოტა გავიზარდე მე, უფრო გავიზარდე და ერთი სენაკელი ქალი ყოველთვის დადიოდა პატრიარქთან და რაღაცას უმზადებდა. ეს იყო აისორის ქალი, რომელიც საპატრიარქოში იყო მიღებული და ეს უთქვია პატრიარქისთვის. მითხრეს, რომ პატრიარქი გიბარებსო და ამ ქალმა მონკიდა ხელი, იმიყვანა პატრიარქთან და გამაცდეს პატრიარქი. წარმოიდგინე ახლა, პატრიარქი როცა გამაცნეს, პატრიარქი მომიფერა, საჩუქრები გამიკეთა, ნებისმიერ დროს მივსულიყავი მასთან, ეს საიდან მოვიდა, ეს იდეა აინტერესებდა და ამ დროს მოვიდა შევარდნაძე. ამ დროს მოვიდა შევარდნაძე, მისი მეუღლე ნანული და მოვიდა ალიევი. ახლა ვინც არის აზერბაიჯანის პრეზიდენტი, აი ამის მამა მაშინ იყო იქ პრეზიდენტი და წარმოიდგინე, მე პატარა ბიჭი ვარ აგერ და პატრიარქი